მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა ყველას ვინც დღეს დამსწრეები ხართ. გილოცავთ, რომ დღეს ჩვენს პრეზენტაციაზე ბრძანდებით და მე მინდა მითხრათ, ისმის თუ არა კარგად ჩემი ხმა. ძალიან გთხოვთ ორგანიზატორს. ისმის და ჩანვარ, ხო? ძალიან კარგი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დღეს თქვენ ბრძანდებით კომპანია Genesis პროდუქციის საპრეზენტაციო საღამოზე. დღევანდელი საღამო გაგრძელდება დაახლოებით 1 საათი. ამიტომ თქვენ გელით ძალიან საინტერესო ინფორმაცია, ვინც პირველად ბრძანდებით და მე გეტყვით ფორმატს. თავდაპირველად ჩვენ გვექნება მოკლე ინფორმაციული მიმოხილვა ჩვენი პროდუქტების შესახებ, ხოლო მეორე ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხის რეჟიმში ბრიფინგს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ჩვენი კომპანიის ქართული გუნდის ძალიან სერიოზული პროფესიონალი, პროფესიით ექიმი, პედიატრი, 30 წლიანი სტაჟით სამედიცინო სფეროში, ქალბატონი თამარ ცანავა. ამიტომ პროცესში სანამ მე პროდუქტის პრეზენტაციას ჩავატარებ, დამსწრეებს შეგიძლიათ ჩატში უკვე წინასწარ დაწეროთ შეკითხვები და ის დრო, რაც საშუალება გვექნება, მაქსიმალურად შეეცდება ქალბატონი თამარი დღეს მოწვეულ სტუმრებს კითხვებზე პასუხი გასცეს. ასე რომ დავიწყოთ. კომპანია Genesis. ეს კომპანია სიტყვასიტყვით ნიშნავს ახალგაზრდობას. დაარსდა 2009 წლის 9 სექტემბერს საღამოს 9 საათზე და 9 წუთზე ამერიკაში ორლანდოში. ეს არის ძალიან დიდი ინტერნეტ საიტი, რომელიც ამ ეტაპზე 150-მდე ქვეყანაში ფუნქციონირებს და უნდა გითხრათ, რომ ამ კომპანიას აქვს უკვე ახალი ეკონომიკური მოვლენის სტატუსი, იმიტომ რომ დაარსებიდან მე-6 წელს მიაღწია 1 მილიარდიან ბრუნვას, რაც არის სრული გარღვევა პირდაპირი გაყიდვების ბიზნესში და აი ამ გარღვევის შედეგად კომპანიამ ადგილი დაიმკვიდრა ესეთი გრანდიოზული კომპანიების გვერდით, როგორიც არის Google, Apple, Facebook, Amazon, eBay და ასე შემდეგ. კომპანიას ბუნებრივია წარმატებებს სათავეში უდგას ძალიან სერიოზული ოჯახი, ესენი არიან რენდი რეი, ვენდი ლუისი, ქალბატონი ვენდი ლუისი და სკოტ ლუისი, მათი ვაჟიშვილი. ბატონი რენდი დღემდე თანამშრომლობს კოსმიურ ცენტრ NASA-სთან, ძალიან ძლიერი პროგრამები აქვს შექმნილი. ქალბატონი ვენდი არის მოიაზრება ყველაზე გავლენიან 100 ქალბატონთა შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძალიან ძლიერი მარკეტოლოგია და სკოტ ლუისი ეს არის ძალიან ეფექტური ხელმძღვანელი, ძალიან ძლიერი ხელმძღვანელი ჩვენი კომპანიის, რომლებსაც აქვთ უზარმაზარი გარღვევები უკვე მსოფლიოს სხვა მასშტაბებში. ეხლა კომპანია დღეისათვის ამაყობს უამრავი ჯილდოთი, ეს თქვენ ახლა ხედავთ ჩვენ სათავე ოფის ორლანდოში, რომელშიც უამრავი ადამიანი არის დასაქმებული, ჩვენ გვაქვს ასევე სხვადასხვა დირექციები მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტებზე. კომპანიას აქვს მოპოვებული ძალიან ბევრი ჯილდო, ბოლო მონაცემებით ეს არის 720-მდე და ყოველწლიურად მატულობს ამ ჯილდოების რიცხვი, განსაკუთრებით ჩვენ ვამაყობთ იმ ჯილდოთი, რომელსაც ქვია სტივი და დაახლოებით რომ გითხრათ, სტივი ეს ისეთივე ტონის დადუა, რაც არის კინოინდუსტრიაში ოსკარი. ამიტომ Genesis მხოლოდ შარშანა აქვს 12 სტივი მოპოვებული. დაახლოებით 175-მდე სტივის ჯილდო აქვს, ეს როგორც არის საუკეთესო მარკეტინგი, საუკეთესო ლოჯისტიკა, პროდუქცია, ივენთები და ასე შემდეგ. კომპანიის უზარმაზარ გარღვევას თავისი მიზეზები აქვს და ბუნებრივია აქ ლომის წილი აქვს
ჩვენს პროდუქციას. კომპანიამ აიღო ისეთი ინდუსტრიები სამუშაოდ, რომელიც ყველაზე მეტად მოთხოვნადია, ყველაზე დიდ ბრუნვებს აკეთებს და აი ეს yes სისტემა, რომელსაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ეს არის გაჯანსაღება როგორც შიგნიდან, ასევე გარედან, ბუნებრივი ინგრედიენტების დახმარებით და ჩვენ ვხედავთ ინდუსტრიას, რომელიც არის wellness-ის ინდუსტრია 27 მილიარდიანი ბრუნვით, ეს არის უჯრედოვანი გაჯანსაღება. ჩვენ ვხედავთ წონაში კლების ინდუსტრიას, ვხედავთ სილმაზის ინდუსტრიას 270 მილიარდიანი ბრუნვით, მეიქაპს და ასე შემდეგ. ამიტომ აი ამ უზარმაზარი ინდუსტრიების ფონზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დაგვემკვიდრებინა საკუთარი ორიგინალური ადგილი მსოფლიოს ათასობით და ათასობით კომპანიათა შორის და აი როგორ მოხდა რომ კომპანიამ ასეთ მოკლე დროში მილიარდიან ბრუნვას მიაღწია, რასაც ყოველ წელს იმეორებს და უნდა გითხრათ რომ განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში ჯენესმა არამც თუ შეამცირა 30-40%, ზოგიერთ ქვეყანაში 50%-ით გაზარდა ბრუნვები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მუშაობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციაზე და ძალიან მოთხოვნად ექსკლუზიურ შეთავაზებებზე. ეხლა კი ჩვენ ყველაზე მეტად ვიცით ვამაყობთ ხარისხი და იმისთვის რომ ჩვენს მომხმარებლებს ქონოდათ მაღალი ხარისხის და მაღალი თვისობრივი ასე რომ ვთქვათ ნიშნის პროდუქტები, ამისთვის კომპანიამ შექმნა სამეცნიერო საბჭო, რომელშიც შედის ეს თითოეული მათგანი არის პროფესორი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები, მაგალითად ნათა ნიუმანი, ეს ადამიანი არის ბევერლი ჰილსის საკუთარი კლინიკის მეპატრონე, პირველი რომელმაც ღეროვანი ჯრედების უსისხლოდ გადანერგვა დაიწყო, დოქტორი ჯამპაპა, ვინსენტ ჯამპაპა, ეს არის ნობელის პრემიის ნომინანტი, უზარმაზარი სამეცნიერო შრომების ავტორი, უილიამ ამზალაგი, ეს არის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, უზარმაზარი წონის ფიგურა, ადამიანი, რომელსაც 30 წლიანი სტაჟი აქვს ტრადიციულ მედიცინაში და 15 წლიანი სტაჟი არატრადიციულ მედიცინაში. დონა ანტარი, ეს ადამიანი არის ექსპერტი ჯანსაღი ცხოვრების წესის და უჯრედოვანი გაახალგაზრდების სფეროში და ქრისტიან დრაპო, ეს სულ ცოტა ხნის წინ, დაახლოებით 2 წლის წინ შემოუერთდა კომპანიას, ეს ადამიანი 18 წლიანი სტაჟით იმყოფება უკვე მსოფლიოში ძალიან ცნობადი ფიგურა ღეროვანი ჯრედების მიმართულებით კვლევაში და აი ეს ხუთეული ქმნის იმ სტანდარტებს, რომლითაც ჩვენ ბუნებრივია ვამაყობთ. ეხლა კონკრეტულად რითი გამოირჩევა ჯენესი ბაზარზე და აი რა ნიშნით გამოვყოფთ ჩვენს პროდუქტებს. მე აქვე გეტყვით, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ უჯრედოვან გაახალგაზრდავებაზე, ადამიანებისთვის ასაკი თავისთავად არ ყოფილა სიბერე. მთავარი ყოფილა ადამიანის ორგანიზმი, როგორ მდგომარეობაშია გარკვეულ დროსა და სივრცეში. ჩვენ ალბათ გვინახია ბევრად უფრო დაბერებული ახალგაზრდა და პირიქით ახალგაზრდული ასაკოვანი ადამიანი და აი აქ უკვე უამრავი სამეცნიერო კვლევების საფუძველზე დადგინდა 3 მიზეზი, რაც ადამიანის სიჯანსაღეს იწვევს და აი მოდით თითოეული მათგანი განვმარტოთ. ეს არის ღეროვანი მჟრედების სიძლიერე, ეს არის ტელომერების სიგრძე და ჩვენი დნმ-ის სიჯანსაღე. თითოეულ მათგანზე ჩვენ ცალ-ცალკე გვექნება საუბარი და აქვე დავძენოთ დღევანდელი ეკოლოგიური სიტუაციების ფონზე, დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, რაც სტრესს იწვევს ძალიან ბევრ ადამიანში, დღევანდელი კვების ფონზე, იმ გენომოდიფიცირებული კვებიდან გამომდინარე, ჩავთვალოთ, რომ თითეული ეს სეგმენტი არის დაზიანებული და ამიტომაც არის, რომ დღეისათვის ადამიანის სიცოცხლის უნარიანობა დაქვეითდა და ძალიან ადვილად ემორჩილება სხვადასხვა დაავადებებს და აი ჩვენ როგორ ვცდილობთ, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ.
და დავიწყოთ ახლა პირველი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტით. მე უნდა გითხრათ, რომ Genesis არ არის ძალიან ბევრი პროდუქტით დახუნძლული კომპანია. მას აქვს დაახლოებით თუ არ ვწდები 18-19 პროდუქტი სხვადასხვა სახეობის, მაგრამ ყველა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მაღალი ფასეულობის მატარებელი. მე თვითონ მათგანზე შევჩერდები აგიხსნით, მაგრამ რამდენიმეს განსაკუთრებით გამოვყოფ იმ უნივერსალურ პროდუქტებს, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია დღეს, მით უმეტეს აი ამ პანდემიის, რო იტყვიან, აფეთქების პერიოდში, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშიც. აი დავიწყოთ რეზერვით. რეზერვს აქვს უნიკალური ნივთიერება რესვერატროლი მის შემადგენლობაში, რომელმაც ნობელის პრემია მოიპოვა თავისი მნიშვნელოვნობით და აღმოჩნდა რამ, რომ ჩვენს DNM-ს, რომელსაც როგორც აღნიშნეთ უკვე დაზიანებები დაეწყო და უკვე ეს დაზიანებული DNM-ით იბადებიან უკვე ბავშვებიც კი, ეს გენეტიკური ფაქტორითაც კი უკვე ვლინდება. აღმოჩნდა, რომ ამ ჩვენი დაზიანებული უჯრედის აღდგენისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთიერება ყოფილა რესვერატროლი, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით ყოფილა შავქერქოვან მცენარეებში, განსაკუთრებით აი აქ რაც შედის, შეხედეთ, ყველა არის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი მცენარე, განსაკუთრებით შავი ყურძნის ჩენჩოში. ხედავთ თქვენ აქ არის ასევე ასაი, ნომერი მეორე თავისი მნიშვნელოვნობით ხილი მსოფლიოში, შავი ალუბალი, მოცვი, შავი მოცვი, ბროწეული, ყურძნის წიფწა, ალოე ვერა, მწვანე ჩაი, ყველა ეს ნივთიერება არის ძალიან ძლიერი, ყველა ეს მცენარე არის ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით გაჯერებული და მას დამატებული აქვს რესვერატროლი, რომელიც ჩვენს დაზიანებულ უჯრედებს აღადგენს. მას აქვს ძალიან ღრმა შეღწევადობის უნარი ჩვენს DNM-ში და იწყება აღდგენითი პროცესები. რეზერვი უამრავ სასიცოცხლო პროცესებს აღადგენს ადამიანის ორგანიზმში. ის მოიხმარება როგორც ახალშობილებისთვის, ასევე ფეხმძიმეებისთვის, ასევე მოხუცებისთვის, ჯანმრთელებისთვის, ახალგაზრდისა, ავადმყოფებისთვის. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ დიაბეტიანი ადამიანები თავისუფლად იღებენ რეზერვს და ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შედეგები. უამრავი მიმართულებით, რომელზეც აი ცოტა ხანში იქნება საუბარი, ქალბატონი თამარი შემოვა და ისიც თავის აზრს მოგვახსენებს რეზერვის შესახებ, ამიტომ ეს არის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი, რომელიც სხვა შორის იტალიაში, როგორც კი გაჩნდა ეს ამბები, ეგრევე ამოიყიდა, ძალიან სწრაფად გახდა უკვე ფაქტიურად დეფიციტი. და აი შემდეგი პროდუქტი, რომელიც Genesis აქვს, ეს არის ასევე ჩვენი სავიზიტო ბარათი, ეს არის ფინიტი. სანამ ვიდეოზე გადავალ, მე 1-2 სიტყვით გეტყვით. ეს პროდუქტი მომდინარეობს ნობელის პრემიით დაჯილდოებულ გამოგონებაზე, რომელიც 2009 წელს დაჯილდოვდა 3 მეცნიერი ნობელის პრემიით უნიკალური ნივთიერების TA65-ის მიგნების გამო მცენარე ასტრაგალიდან და აღმოჩნდა რა, რომ თურმე ჩვენი უჯრედის შიგნით ყოფილა ქრომოსომები, რომლებსაც ახალშობილებს აქვთ და გარკვეულ ასაკამდე 25-30 წლამდე ჩვენ მქონია ძალიან გრძელი ეს ტელომერების სიგრძე და 30-35 წლის შემდეგ ისინი იწყებენ დამოკლებას. და აი დღეისათვის ერთადერთი ნივთიერება ეს არის TA65, რომელიც ჩვენს დამოკლებულ ტელომერებს აღადგენს, ეს კი ნიშნავს, რომ სიცოცხლის რესურსის აღდგენა ხდება. ჩვენ დღეს ახლა ვნახავთ ვიდეოს და ამ ვიდეოს მეშვეობით თქვენ კიდევ უფრო კარგად გაიგებთ ამ პროდუქტის მნიშვნელობას. გთხოვთ ჩავთვალოთ ვიდეო. მოკლებამ დაგანახადების ფუნდამენტური მიზეზი. გასუფის დანახვა შეუძლებელია შეუიარაღებელი თვალით და ამოჩინოს ქვია ტელომერი. ტელომერები ესაა თანმიმდევრულად განმეორებადი დნმ, რომელიც ასრულებს დაცულ ფუნქციას, სხვაგვარად ქრომოსომების დაბოლოებებით და მათი ამოცანა დაიცვან ჩვენი დნმ. როდესაც ჩვენ ვიბადებით, ჩვენი ტელომერები გრძელია,
მაგრამ დროთა განმავლობაში იწყებენ დამოკლებას. დამოკლდებიან იმდენად, რომ ფაქტობრივად ხდება მათი რღვევა, ისევე როგორც ფეხსაცმლის დასმის დაგროვებები. და ჩვენი მოგზაურობა სახელად უჯრედული დაბერება იწყება. როდესაც ტელომერები ძალიან დამოკლდება, ჩვენი უჯრედები თავს ვეღარ ართმევენ თავიანთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს. უჯრედები იწყებენ თვითგანადგურებას და საბოლოოდ კვდებიან. მეცნიერები ამას უწოდებენ აპოპტოზს. უჯრედის სიკვდილი ერთია, მაგრამ როდესაც უჯრედი უბრალოდ წვეთს ფუნქციონირებას, მას შეუძლია საშიში თავისუფალი რადიკალების და ანთების გამომწვევი მოლეკულების ფრქვევა, რომლებიც აზიანებენ მეზობელ უჯრედებს. მაშინ როგორ ვებრძოლოთ პროცესს, რომლის სახელიცაა უჯრედული დაბერება? არსებობს საკვები ნივთიერება, რომელიც ბუნებრივი გზით ზრდის საჭირო ფერმენტის რაოდენობას, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ დააგრძელოს მოკლე ტელომერები და ასეთი სახით გაზარდოს ჩვენი უჯრედების სიჯანსაღი. ათასობით კვლევა ადასტურებს კავშირს მოკლე ტელომერებსა და უჯრედული დაბერების ბუნებრივ პროცესს შორის. და კიდევ უფრო გასაკვირი ისაა, რომ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ესაა ერთადერთი ცნობილი ნივთიერება, რომელსაც შეუძლია ეს გამოასწოროს. მოემზადეთ მომავლისთვის. უჯრედული დაბერება მთავრდება აქ. Finiti. ახალგაზრდობის გახანგრძლივების ტექნოლოგია. ექსკლუზიურად ჯენესისთვის. მადლობთ. და აი გადავედით ჩვენ კიდევ ერთ უნიკალურ პროდუქტზე, რომელსაც ქვია Revita Blue. თქვენ ალბათ თითოეულმა თქვენთაგანმა იცით, დღეს უკვე ძალიან ცნობილი ფაქტია, რომ ინახავენ ახალშობილის პლაცენტას და ჭიპლარს. და რატომ ინახავენ და რატო იხდიან ამაში 100 თუ ცოტა თანხას. აღმოჩნდა, რომ აი ამ პლაცენტაში ყოფილა ძალიან დიდი რაოდენობის ღეროვანი უჯრედები აკუმულირებული და ღეროვან უჯრედებს ქონიათ უდიდესი ფუნქცია ჩვენი ორგანიზმისთვის. მათ ქონიათ ჩვენი უჯრედების აღდგენის ფუნქცია, დაზიანებული უჯრედების აღდგენის ფუნქცია და აი რა შემოგთავაზა ბატონმა ქრისტიან დრაპომ, ეს არის მისი შექმნილი პროდუქტი Revita Blue, რომელიც შედგება წყალმცენარეებისაგან, ორაგონის ტბაში არსებული წყალმცენარეებისგან, ქაცვისგან და კიდევ რამდენიმე მცენარისგან. არის ძალიან გემრიელი კოქტეილი, რომელსაც ხსნით წყალში დავსვავთ, რომელიც არის გელი და Revita Blue რას აკეთებს, მეგობრებო? აღმოჩნდა, რომ ჩვენ ძვლის წითელ ტვინში ქონია ძალიან დიდი რაოდენობით ღეროვანი უჯრედები. გამომდინარე იქიდან, რომ ზიანდება ჩვენი ძირითადი უჯრედოვანი მასა და მათ შორის ჩვენი ღეროვანი უჯრედების მარაგიც გვიცოტავდება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სიჯანსაღისთვის. აი შეიქმნა ეს კოქტეილი სპეციალურად, რომ გაგვიძლიეროს ჩვენი ძვლის წითელ ტვინში არსებული ღეროვანი უჯრედები. ჩვენ ვიცით, რომ თუ მოხდა რაიმე დაზიანება ჩვენ სტომატურ უჯრედებში, ტვინის უჯრედებს აქვს ფუნქცია გადასცენ სიგნალი ეგრევე ჩვენი ღეროვანი უჯრედებისთვის და ისინი როგორც სასწრაფო დახმარების მანქანები, ეხლა უტრირებას ვაკეთებ, მოემართებიან ჩვენი დაზიანებული უჯრედებისკენ და იწყებენ მის აღდგენაში მონაწილეობას. ამიტომ რეზერვთან ერთად Revita Blue ეს ის პროდუქტია, რომელიც აუცილებლად მოსახმარია და ყველაზე მეტად მოთხოვნადია დღეისათვის მსოფლიოში და ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შედეგი უამრავ სხვადასხვა პრობლემაზე, რომელსაც ადამიანები ყვებიან და ნუ ამაზე სასაუბროთ მერე შეიძლება დავუთმოთ რამდენი შეგვიგროვდა Revita Blue-ების შემდეგ. შემდეგი პროდუქტი, რომელზეც გვექნება საუბარი, ეს არის Nahara. ეს არის ბრაზილიური კოქტეილი, სასმელი,
და მას ხანერად უწოდებთ კოლაგენს, ჰიდროლიზებულ კოლაგენს. რატო ჰიდროლიზებული? იმიტომ რომ როდესაც ის წყალში არის ხსნადი, მისი შეთვისება ძალიან სწრაფად ხდება ორგანიზმში. თქვენ ალბათ იცით, რომ ჩვენი ორგანიზმი ცილებისგან შედგება, ცილოვანი მასისგან. ყველა ორგანოს აქვს თავისი კოლაგენი, თავისი ცილა. ამიტომ დროთა განმავლობაში ისიც ვიცოტავდება, ადამიანის ორგანიზმი არის მოჩვარული და აი ნაარა, რომელიც არის ასევე უნიკალური შემადგენლობით ხედავდა, მასში შედის სპეციალურად ხბოს ხტილისაგან შემდგარი კოლაგენი და კოლაგენის გარდა თქვენ ხედავთ, რამდენი ვიტამინებია, ვიტამინი C, E და ასე შემდეგ, B12 და ასე შემდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ნაარამ მოგვიტანა ძალიან ძლიერი გამოჯანსაღებელი შედეგები. გარდა იმისა, რომ თვალნათლივ მას აქვს თმის ბუდობრივზე არა, თმის ცვენასთან დაკავშირებით საოცარი შედეგები, ფრჩხილების გაძლიერებას იწვევს, მთლიანად ძვალსახსროვანი სისტემის და კუნთოვანი მასისთვის ძალიან კარგია. ნაარ არის ზოგადად ჩვენი იმუნიტეტის ასევე გასაძლიერებლად საოცრად ეფექტური პროდუქტი და მას ხონერად სილამაზის სასმელსაც უწოდებენ, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგად ვლინდება ჩვენს სახეზეც ნაარას მოხმარებისაგან მიღებული შედეგები. ეს ჩვენ ვხედავთ ახლა ვიდეო სლაიდებს, აი შეხედეთ როგორი შედეგები გვაქვს ნაარას მოხმარების შემდეგ. მე მინდა გადავიდე კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროდუქტზე, რომელიც შეიძლება ითქვას ცალკე ბესტსელერია და ჩვენ ხშირად ვამბობთ, სულ არაფერი არ ყოფილიყო Genesis საიტზე, მარტო AM-ით და PM-ით იმუშავებდა კომპანია ძალიან წარმატებულად. აი ეს არის უნიკალური საკვები დანამატი, რომელიც 12 წლის განმავლობაში იქმნებოდა ვინსენტ ჯამპაპას მიერ. რითი არის ის უნიკალური? ეს არის ეპიგენეტიკური პროდუქტი, რომელიც აი ჩვენს დაზიანებულ უჯრედებს აი პირდაპირ აწყობს პიანინოს კლავიშებივით, ალაგებს და AM-ს ალბათ ხვდებით, რომ ეს არის დილით მისაღები, PM-ს ალბათ ხვდებით, რომ ღამე დილის წინ მისაღებია. თითოეულ მათგანში შედის 74-მდე ინგრედიენტი და ის არის ისეთი ღრმა და ყველაზე ძლიერი და სრულფასოვანი შემადგენლობის მქონე დანამატი, რომელსაც ანალოგი ნამდვილად არ აქვს მსოფლიოში და თუ კი ჩვენ გვინდა რომ ის დეფიციტი შევივსოთ, რასაც დღეს საკვებისგან ვერ ვიღებთ და ნამდვილად ვერავინ ვერ იღებთ, იმიტომ რომ თუ კი აღმოჩნდა რომ მეცნიერულად დადგინდა რომ ადამიანმა რომ სრულფასოვნად მიიღო საკვები თურმე დღეში 7 კილოგრამი უნდა მიირთვას, ან ვინჭამ საერთოდ ყოველდღე ამხელა რაოდენობის საკვებს და რომც მივირთვათ, რეალურად დღევანდელი საკვები ნამდვილად არ არის სრულფასოვანი და აი ეს AM-ი და PM-ი ჩვენ პრაქტიკულად გვივსებთ მთელ დეფიციტს, რაც ჩვენ ორგანიზმს აკლია, როგორც A, B, C, D, კალიუმი, რკინა, მაგნიუმი, ნუ ეს არის უზარმაზარი მართლაც ფასეულობის პროდუქტი და მე აქვე ჩემ თავს მივცემ უფლებას ერთი ისტორია მოგიყვეთ. დღევანდელი ფორმატი მაძლევს საშუალებას, რომ ცოტა უფრო განვავრცო ეს თემა. ერთ-ერთ ქალბატონს აფთიაქში მოუძიებია და მისულა კითხვით, რომ ჩემმა მეგობარმა მაჩუქა ეს პროდუქტი, ეს დანამატი AM-ი და PM-ი, მე მას ვეძებ და ვერსად ვერ ვშოულობ და თუ შეიძლება რომ მსგავსი შემადგენლობის მქონე საკვები დანამატები, აი რასაც ეს პროდუქტი შეიცავს, რომ გადმომიღოთ და მე მას ყველას ავიღებო. პროვიზორებს რაც უნახიათ, გადმოუღიათ დახლზე 10-მდე საკვები დანამატი, ნუ მცენარეული ბუნებრივია და ბოლოს უთქვიათ ამ ქალბატონისთვის, აი ამ 10-ვესაც რომ მიიღოთ, თქვენ მაინც ვერ მიიღებთ იმ შემადგენლობას, რაც ამ პროდუქტში, ამიტომ ჩვენ გირჩევთ, რომ ისევ იპოვოთ ის ქალბატონი, ვინც ეს დანამატი, ეს პროდუქტი გაჩუქათ და ისევ ეს შეიძინოთ. ამიტომ მართლაც მსგავსი შემადგენლობის პროდუქტი არ არსებობს ბაზარზე
და მას აქვს ასევე ძალიან ძლიერი გამოჯანსაღებელი ეფექტები, ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობს საუკეთესოდ. ეხლა რაც შეეხება შემდეგ პროდუქტს, რომელიც არის პირადად ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომელმაც ბესტსელერის სახელი მოიპოვა და რომელიც საქართველოში უკვე დაახლოებით 10 წელიწადია იცნობენ, ეს ჯერ კიდევ წინა წლებში იყო ცნობილი და ეხლა უკვე ჯენესის საკუთრება გახდა. უნიკალური BioLife. ეს პროდუქტი მოდის ლეგენდარული აფრიკული ხის ბაობაბის ნაყოფიდან. ალბათ იცით, რომ ბაობაბის ხეზე ლეგენდები დადის, ეს ხე 5000 წელიწადი ხარობს, არ იწვის, არ ბერდება, ასაკის ხაზები არ აქვს. წვიმის დროს ეს ხე ღრუბელივით ხდება და ფაქტიურად ინარჩუნებს თავის სიცოცხლის უნაროვანობას ურთულეს კლიმატურ პირობებში, ზოგიერთ ბაობაბის ხეებში მაგისტრალებია გასული და კაფეები და ბარებია მოთავსებული, უზარმაზარი ხეებია და აფრიკელები მას სიცოცხლის ხეს უწოდებენ. და აი, როდესაც საუბარია მის ნაყოფზე, ბუნებრივია ხე რო ამდენი ხანი ცოცხლობს, ნაყოფს უნდა გქონდეს რაღაც სასიკეთო თვისებები და აი მეცნიერებმა სულ ცოტა ხნის წინ, ეს არის დაახლოებით ალბათ 10-15 წლის ამბავი, როცა გამოიკვლიეს მისი ნაყოფი, აღმოჩნდა, რომ მასში შედის თურმე ბაობაბის ნაყოფში 16-ჯერ მეტი უჯრედისი ვიდრე ბროკოლში, 6-ჯერ მეტი კალიუმი ვიდრე ბანანში, 2-ჯერ მეტი კალციუმი ვიდრე რძეში, 6-ჯერ მეტი C ვიტამინი ვიდრე პორტოხალში, 70-ჯერ მეტი რკინა ვიდრე ვაშლში, 14-ჯერ მეტი ანტიოქსიდანტები ვიდრე მოცვში. ანუ ბაობაბის ნაყოფი ფაქტობრივად ანტიოქსიდანტების მეფეთ არის აღიარებული და რა გვაძლევს ახლა ეს უნიკალური კოქტეილი, რომელსაც BioLife ქვია, პირველ რიგში იწყებს უჯრედების აღდგენას, მეგობრებო, ჩვენს ნაწლავურ მიკროფლორაში. და აქვე გეტყვით, რომ დღევანდელი კვების ფონზე ჩვენი კუჭნაწლავი არის ფაქტიურად უდიდეს ბუნკერად ქცეული, დაზიანებულია მიკროფლორა და აი ეს ნივთიერება, რომელიც უჯრედან ინულინს შეიცავს, სწორედ ეს არის ეს ნივთიერება, რომელიც ჩვენ დაზიანებულ უჯრედებს აღადგენს მიკროფლორას, იღებს ადამიანი, აი ყველა იმ ნივთიერებას, რაზედაც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ, ამ BioLife-ში მასში შედის კიდევ რამდენიმე სხვა უნიკალური მცენარეც, რომელიც აძლიერებს მის სასიცოცხლო თვისებებს და აქვე დავძენ ერთს, რომ თურმე ჩვენი კუჭში ყოფილა გარკვეული რაოდენობის ნეირონებით და თურმე იმდენივე რაოდენობის ნეირონია, რა რაოდენობით ზაღლის ტვინშია. და მე ერთ ანალოგს გეტყვით, იცით, ადამიანი რო ნერვიულობს, ხშირად ეწყება კუჭის ტკივილი. და თურმე ტვინი და კუჭი დაკავშირებულია ერთმანეთთან. და აი ჩვენ ამ BioLife-ის მოხმარებით ჩვენ წავაწყდით ძალიან საინტერესო შედეგებს, რომ ადამიანებს დაურეგულირდა ცენტრალური ნერვიული სისტემა, დაურეგულირდა თავის ტკივილები და ჩვენ თავიდან გვიკვირდა სინამდვილეში კუჭნაწლავის ან ნაწლავური მიკროფლორის მოგვარება, რაც დაკავშირებულია დისბაქტერიოზებთან, 1000 სხვადასხვა ტიპის დაავადებებთან, პარალელურად აგვარებს ძალიან ბევრ პრობლემას უკვე ცენტრალურ ნერვულ სისტემაშიც, ასევე ალერგიულ ფონზეც საოცარი შედეგები გვაქვს, ამიტომ BioLife არის ეს ის პროდუქტი, რომელზეც შეიძლება ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ, მათ შორის აი კალციუმზე, როცა არის საუბარი, ეს ყოფილა მცენარეული კალციუმი, რომელსაც ძალიან დიდი შეწოვადობის უნარი აქვს, აი კალიუმის გამო, რომელიც პარალელურად შედის ასევე ბაობაბის ნაყოფში და მე აქვე დავძენ, რომ ჩვენ გვაქვს შედეგი აი ამ BioLife-ით, სხვათა შორის რაიონში, ეს წლების წინ არის ქართველი ესეთი მომხმარებელი, რომელმაც მიიღო შედეგი უნიკალურ, ისეთ ძალიან იშვიათ დაავადებაზე, როგორც არის ბეხტერევის დაავადება. ეს არის ძვლების ძალიან რთული დაავადება. ძალიან დიდი თანხები ჰქონდა ადამიანს გადახდილი, ვერაფრით ვერ იგوارებდა ამას და აი ეს არის ბაობაბის შედეგი, როდესაც კაცი ფაქტიურად წელში
გაიხსნა. ამიტომ იგივე ჩემი შვილიც მისი მომხმარებელია, წლების განმავლობაში დისბაქტერიოზი ჰქონდა ძალიან რთული ფორმით და პრაქტიკულად ამ პროდუქტმა ჩვენ ოჯახში ახალი სიცოცხლე მოიტანა, რომლითაც ჩვენ ვერაფრით ვერ ვარეგულირებდით აი ამ პრობლემას. ეხლა რაც შეეხება შემდეგ პროდუქტს, ამაზე ჩვენ კიდევ შეიძლება ძალიან ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ მოდით გადავიდეთ შემდეგზე. ეს არის უკვე მაინდი. თქვენ ალბათ ხედავთ ნახატს და ეს უკვე ჩანს რაზეა საუბარი, მაინდი სიტყვასიტყვით ნიშნავს გონებას და პროდუქტი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენს ტვინთან, სხვანაირად მას ვუწოდებ ტვინის კვებავს. ეს არის აზიური ცოდნის საფუძველზე შექმნილი გელი, რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილი არის CeraQ, ორი სიტყვით გეტყვით, რომ აბრეშუმის ჭიის პროტეინისგან არის მომზადებული პროდუქტი, ძალიან გემრიელი ლიმონის გემო აქვს, მაგრამ თავისი სასიცოცხლო შედეგებით საოცარ ასე რომ ვთქვათ, შედეგებს გვაძლევს მეხსიერების გაუმჯობესების კუთხით, კონცენტრირებულობის გაუმჯობესების კუთხით, ცენტრალური ნერვიული სისტემის დარეგულირებაზე მუშაობს ძალიან კარგად. ამიტომ როგორც უწოდებთ, მას ქვია დროის პროდუქტი. ისჭირდება როგორც ბავშვებს და პედიატრებმა უკვე მოგვცეს უფლება, რომ სკოლის ბავშვებში და უფრო მეტიც ბაღის ასაკის ბავშვებშიც მივცეთ ბავშვებს, იმიტომ რომ დღეს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები ძალიან ბევრი არიან და მოიმატა რაოდენობამ აი ამ ბოლო 10 წლეულებში და ის შეგვიძლია მივიღოთ სულ ყველამ, იმიტომ რომ დღევანდელი დრო ისეთი ინფორმაციული საუკუნეა, რომ ადამიანის გონება უკვე გადაღლილია. ამიტომ მაინც ფაქტიურად აქვს საოცარი დამამშვიდებელი, ძალიან ტვინი იწყებს მანქანასავით მუშაობას და ესეც ასევე ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი პროდუქტი არის. შემდეგი პროდუქტი, რომელიც ცალკე თემა არის, შეიძლება ითქვას, კომპანიისთვის, ეს არის სრულიად ახალი წონაში კლების სისტემა, მას ქვია Zen Project 8. მისი შემოქმედი არის მარკ მაკდონალდსი, ექსპერტი BBC-ის და CNN-ის ძალიან ხშირი სტუმარი და რითი არის ზენი განსხვავებული სხვა უამრავი პროტეინისგან, რომელიც მსოფლიოში ძალიან ბევრია და მათ შორის საქართველოშიც. აქ უნდა გითხრათ, რომ მასში შედის ძალიან მაღალი კლასის ცილა, კაზეინის ცილა, რომელიც ბარდისგან არის შექმნილი. ის შეიცავს 4 ეტაპიან სისტემას, რომელიც არის ერთის მხრივ დეტოქსი, Zen Prime, პროტეინების Zen Fuse, ძალიან გემრიელი ვანილის და შოკოლადის გემოთი, Zen Shape, რომელიც მადას არეგულირებს და ჰორმონალური დისბალანსს აღადგენს და Zen Fit, რომელიც კუთოვან მასაზე მუშაობს ძალიან კარგად. ამიტომ მას სხვანაირად უწოდებენ სპორტულ კვებასაც, ზენი უკვე ძალიან პოპულარულია ჩვენ ქართველ სპორტსმენებშიც და უნდა გითხრათ, რომ მისი მომხმარებელი არის მსოფლიოში უამრავ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი და მათ შორის საქართველოშიც დაიდო ძალიან ბევრი შედეგი. შემდეგი პროდუქტი, აი ეს ჩვენი ქართული შედეგები, ერთი ორი, რომელსაც გაიცნობით და მერე თუ დაგუგლავთ, თქვენ არ გაგიჭირდება ძალიან ბევრი შედეგი ნახოთ. შემდეგი პროდუქტი, რომელიც მინდა გაჩვენოთ, ეს არის ასაი. ეს არის ბალზამი, ძალიან გემრიელი, უნდა გითხრათ, არის წითელი მონავი და არის მწვანე, საქართველოში ამ ეტაპზე შემოდის მწვანე მონავი და გარდა უნიკალური მცენარე ასაის, აი ბაობაბამდე, ბაობაბის ნაყოფის აღიარებამდე, რომელიც აღიარა მსოფლიომ, რომ ნომერი პირველი ხილია, ნომერ პირველ ხილად მოაზრებული იყო ასაი, თავის სასიცოცხლო ანტიოქსიდანტური თვისებების და არა მხოლოდ ანტიოქსიდანტური უამრავი სხვა სასარგებლო თვისებების გამო და აი ასაის გარდა მასში შედის ანანასი, მსხალი, ბანანი, მარაკუა, თეთრი ყურძენი, შავი ყურძენი, კივი, ვაშლი, ყველა ის მცენარე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა მსოფლიოში
და ჩათვალეთ, რომ აი ეს პროდუქტი მე ვფიქრობ, რომ ალბათ ყველა ოჯახში უნდა იდოს და რაც შეეხება თვითონ აი ამ მწვანე მონავის, მას აქვს თავისი გამორჩეულობა, იმით რომ მასში პლუს შედის კიდევ ისეთი უნიკალური ნივთიერება, როგორც არის გლუკოზამინი, ამინოშაქარი, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს შემაერთებელი ქსოვილების უჯრედების აღდგენაზე. ამიტომ სახსრებისთვის, ძვალსახსროვანი სისტემისთვის მონავი არის არაჩვეულებრივი, ამიტომ ეს დიდი საჩუქარია, რომელიც დაახლოებით წელიწად ნახევარია დაიდო საქართველოს ბაზარზე გაყიდვებში. და ბოლოს მოდით ახლა გადავიდეთ ჩვენს კოსმეტიკაზე, იმიტომ რომ ეს ცალკე თემა, ეს არის ნათან ნიუმანის ბრენდი, ეს დიდი შენაძენია კომპანიისთვის და მე აქვე დავძენ, რომ კომპანია Genesis საერთო წარმოქმნა არის კოსმეტიკასთან დაკავშირებული. თქვენ ხედავთ რა დონის გამაჯანსაღებელი პროდუქტები გვიდევს საიტზე, რომელიც დღეს სასიცოცხლო საჭიროების არის ყველა ადამიანისთვის, მაგრამ ამ პროდუქტებით არ გახსნილა საიტი. საიტი გაიხსნა ნათან ნიუმანის შემოქმედებით, ეს არის შრატი ღეროვანი ჯირდების ზრდის ფაქტორზე. ნათან ნიუმანმა თავის კლინიკაში მიაგნო ასეთ მისი გამოგონებაა, ადამიანის მუცლის ცხიმიდან გამოყო ღეროვანი უჯრედები, რომელიც გარკვეული დროით მოათავსა ნივთიერებაში და ცოტა ხანში ღეროვანმა უჯრედებმა დაიწყო სასიგნალო მოლეკულების გამოყოფა. და მივიღეთ რა, რომ ამ ნივთიერებამ პირობითად შრატმა მიიღო იგივე თვისებები, რაც ღეროვან უჯრედებს გააჩნია და მას დაერქვა ზრდის ფაქტორი. და რას ნიშნავს ზრდის ფაქტორი? ესე იგი, შრატის დადება სახეზე, კანზე, ნებისმიერ თქვათ კანის ქსოვილზე იწვევს კანის სტრუქტურის აღდგენას ზუსტად ისევე, როგორც ღეროვანი უჯრედები ახერხებენ ამას. და შეიძლება ითქვას, ეს არის ის პროდუქტი, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობის ზრდის ფაქტორებს შეიცავს. უნდა გითხრათ, რომ შრატმა პირველივე წელს მოახდინა 30 მილიონი დოლარის ბრუნვა და ეს მაშინ, როდესაც სხვა არც ერთი პროდუქტი არ იდო საიტზე და მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდა უკვე მოთხოვნილება, რომ შექმნილიყო უნიკალური კოსმეტიკური ფაქტიურად ხაზი სახელად Luminesi, რომელშიც შედის დღის საცხი, ღამის საცხი, რომელიც ჩემი უსაყვარლესი პროდუქტია, ტანის გელი, გამწმენდი გელი, ნიღაბი და აქვე არის ჰიდრაშილ ნიღაბი, ესეც ქოქოსის და შიის ზეთისაგან, კარაქისგან შედგება და უბრალოდ მისი მოხმარება ეს არის მაღალი კლასი, ვისაც ესმის მაღალი კოსმეტიკის ფასი და ესმის ხარისხი. ჩვენ თამამად ვამბობთ, რომ ყველაზე ძვირად ღირებული კოსმეტიკის გვერდით დგას Luminesis ხაზი და მისი აღიარება ცოტა ხნის წინ მივიდა იმ დონეზე, რომ 2 წლის წინ ოსკარის ჯილდოებზე კინოვარსკვლავებს საჩუქრებათაც კი ჰქონდათ Luminesis მთლიანი ბრენდი გადაცემული. ასე რომ მას სჭირდება მხოლოდ ერთი რამ, რომ მოსინჯოთ და თქვენ დაინახავთ, რომ იგრძნობთ რა არის მართლაც მშვენიერება და რაც ნიშნავს მართლაც იყო მუდმივად ახალგაზრდა და ლამაზი. აი ეს კი ხედავთ თქვენ შედეგებს, აი როგორი შედეგები გვაქვს კანის სტრუქტურის აღდგენის კუთხით. ეს არის სხვათა შორის სამკურნალოც კი, მე მინდა რომ შემდეგი სლაიდი ვაჩვენოთ, აი დამწრობების აღდგენა რა დონეზე ხდება, მე მგონი გვაქვს ეს სლაიდიც, აი შეხედეთ ვიტილიკო აქვს ერთ-ერთს, ჩვენ აქვე ვიტყვით, რომ ეს ყველა შემთხვევაში არ ხდება გაჩნია უჯრედებში ამ მდგომარეობა, მაგრამ ალბათობის გარკვეული პროცენტი აქ გვაქვს, რომ ამ მიმართულებითაც მუშაობს. ამიტომ ამას მხოლოდ და მხოლოდ მოხმარება უნდა და მოსინჯვა საკუთარ თავზე, რასთანა გვაქვს საქმე. და ბოლოსკენ მე მინდა რომ ვიდეო ვნახოთ რა გვაქვს
ჩვენი mini botox-ის სახით, რომელსაც სახელად ქვია Ageless. What you want to do is twist off the top. You want to squirt out a very small amount. Flip the lid over and reseal it. So you can use this file 2 or 3 more times. Is tap a very, very thin layer. I'm just tapping a very thin layer on her skin, but you want to leave it about 10 or 15% damp on the skin. Do not rub it all the way in because the product works as it's drying, so you want it to allow it to do this. Okay, I'm going to start a timer. I can't see the... You haven't seen anything yet. You can use Instantly Ageless before or after your makeup. First of all, you want to do all your preventative maintenance and all the good stuff first. How long has it been? What do you see? What are you thinking? თავიდან უნდა გითხრათ, რომ ეს ვიდეო რომ ვნახე, მე მეგონა კარგად გაკეთებული ფოტოშოპი, მაგრამ ყოველი მოსინჯვისას, ყოველი მოხმარებისას მე მადლობას ვუხდი კომპანიას ამ მართლაც საშუალო რგოლისთვის, რომელიც ქალბატონებს გვაქვს. აქვე დავძენ, რომ Ageless-ის მოქმედების ვადა ეს არის დაახლოებით 7-8 საათი, მაგრამ მისი ხშირი მოხმარება ბევრად უფრო უკეთეს ხდის ჩვენი ნაოჭების მდგომარეობას, ვიდრე მანამდე იყო. ასე რომ მე გილოცავთ, რომ დღეს საქართველოში მისი შეძენა თითოეულ შეგიძლიათ. და გადავიდეთ ჩვენს ტონალურ სპრეიზე, მეიქაპზე. სხვათა შორის, როდესაც ტონალური სპრეის შესახებ გავიგეთ, ესეც დაახლოებით 3 წლის წინ დაგვიმზადა ბატონა ნათანმა, რომელშიც ასევე შედის ზრდის ფაქტორები, ჩვენ მოვიძიეთ ანალოგი თუ არსებობდა მსოფლიოში და ქონია მხოლოდ 15 წლის წინ Dior-ს და ისიც პროფესიონალური იყო და შეიძლება ითქვას დღეს Envy-ს ანალოგი არ აქვს. ის შეიცავს 3 ეტაპს. პირველი ეს არის ბაზა, ანუ პრაიმერი, რომელიც ცალკე თემაა კანის უჯრედოვანი აღდგენის სფეროში. შემდეგ მოდის ტონები და 7 ტონია, რომელიც აკმაყოფილებს ყველანაირი ტიპის მოთხოვნილებას, ანუ BB კრემი შედის შიგ სპრეის სახით და ბოლოს არის ბრონზერი ბრწყინვალებისთვის და რითი არის ძალიან საინტერესო და უნიკალური. პირველიც რომ შეიცავს ზრდის ფაქტორებს, ანუ კანის სტრუქტურის გაჯანსაღებისთვის არის საჭირო და ამით განსხვავდება ყველა სხვა ტონალური საცხისგან, არ გადადის კანიდან ტანსაცმელზე, წყალში ჩასვლას არ ვცილდება და არის ძალიან კომფორტული მოხმარებით. აი ძალიან სუბუქია და სასიამოვნო, ამიტომ შეიძლება ითქვას, ეს პროდუქტი ძალიან სწრაფად მიიწევს გზას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისკენ და მათ შორის საქართველოშიც, რა თქმა უნდა. და ბოლოს მინდა მე თქვენი ყურადღება შევაჩერო უნიკალურ პროდუქტზე. ჩვენ გვაქვს Envy-ს ვიდეოც.
უკაცრავად გამოვერთე ისმის ჩემი ხმა ხო მეგობრებო აბა დამიწერეთ ჩატში თუ ისმის ჩემი ხმა ისმის ძალიან კარგი და აი ბოლოს მე მინდა მოგახსენოთ ჩვენი კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პროდუქტის შესახებ ეს არის რევილი რომელიც სამეტაპიერი სისტემაა ძირითადად ეს არის შრატი ასევე ნათან ნიუმანის შექმნილი რომელიც შეიცავს ასევე ზრდის ფაქტორებს ჩვენი თმის ძირების გაძლიერებისთვის და იმ მოლეკულებისთვის რომლიდანაც შეიძლება თმის ღერების წამოზრდა მე აქვე დავძენ რომ რევილმა ძალიან დიდი შედეგები მოგვცა მხოლოდ ერთი პირობით რომ თმაზე აუცილებლად უნდა იყოს ბუსუსი მაინც იქ სადაც არის მოლეკულა შრატ შეუძლია ძალიან ეფექტურად და სწრაფად გაზარდოს თმა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა დღეს მსოფლიოს აწუხებს როგორც კაცებს ასევე ქალებს თქვენ ხედავთ ახლა ბუდობრივ ცვენაზე როგორი შედეგები გვაქვს და ამიტომ რევილი ასევე ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი გახდა Genesis საიტზე. დღეისათვის მეგობრებო პროდუქტის ნაწილი მე მოვამთავრე, ეს იყო მოკლე ინფორმაცია, რაც შეიძლებოდა დღევანდელ ფორმატში მოგვეწოდებინა და თქვენ ახლა ალბათ გაგიჩნდათ უკვე შეკითხვები და მეორე ნაწილს მე დავუთმობ ამჟამად უკვე ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ ადამიანს ძალიან მნიშვნელოვან ფიგურას ჯენესში ექიმს ქალბატონს რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ჯენესის პროდუქტებთან მუშაობაში და ზოგადად მცენარეულ საკვებ ფუნქციურ პროდუქტებთან მუშაობაში და ის ძალიან ეფექტურად იყენებდა მას ყოველთვის სხვადასხვა ასე ვთქვათ პრობლემების მოგვარების დროს ამიტომ ქალბატონ თამარს ძალიან დიდი გამოცდილების ფონზე ჩვენ შეიძლება ახლა შეკითხვები დაუსვათ მისეული მოსაზრებები მოვისმინოთ ასე რომ თამამად შეგიძლია ჩატში დაწეროთ ყველა ის შეკითხვა რომელიც თქვენ გაგიჩნდებათ სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენ გვექნება ახლა დაახლოებით 15-20 წუთი რომელსაც დაუთმობთ ქალბატონ თამარს გთხოვთ ქალბატონო თამარ რომ შემოგბრძანდეთ უკვე ჩვენს შეხვედრაზე ორგანიზატორს გთხოვ მისცეს ქალბატონ თამარს სიტყვა დათო მე მგონი ქალბატონი თამარი აქ არის და თუ შეიძლება რომ ჩავრთოთ პრეზენტაციაზე დათო თუ შეგიძლია რომ კონტაქტში შემოხვიდე ჩემთან ქალბატონო თამარ თქვენ გესმით ხმა დიახ მოგესალმებით მეგობრებო ნონა ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო პრეზენტაცია გქონდა და ჩვენ ექიმები რო ვატარებთ ხოლმე პრეზენტაციას არაფრით არ ჩამოვარდებოდი მინდა გითხრა ძალიან საინტერესო პასაჟები იყო
მე მინდა ცოტა რამ დავამატო ჩემი დამოკიდებულება Genesis მიმართ და მე უკვე გადავიდეთ შეკითხვებზე და მინდა კიდევ შედეგებზე ჩავთო რამოდენიმე ადამიანი და თუ არიან მზად ნონა იქნება გავაფრთხილოთ. მე გეტყვით რომ აი ეს რაც ახლა ფოტოზეა ხო სისტემა რომელიც ადამიანის ირგვლივ ბრუნავს ანუ ყველა კუთხით აქ არის შინაგანი გაახალგაზრდავების პროდუქტები, აქ არის გარეგანი გაახალგაზრდავების პროდუქტები და არის წონის კორექცია. ეს არის პროდუქტები, რომლებმაც გადატრიალება მოახდინა ფაქტიურად საკვები დანამატების სფეროში. იმიტომ რომ Genesis 10 წელია უკვე არის, მაგრამ ჩვენთან 4 წელიწადია და ამ 4 წლის წინ, როცა პირველად გავეცანი Genesis პროდუქტებს, ეს იყო შოკი, იმიტომ რომ მსგავსი რამე მიუხედავად იმისა, რომ 25-30 წლიანი გამოცდილება მაქვს ამ პროდუქტებთან მუშაობის, საერთოდ საკვებ დანამატებთან მუშაობის, მე მსგავსი არაფერი მინახია მანამდე, რომ აი ასეთი ფორმულების სახით ყოფილიყო საკვები დანამატები და ეს ფუნქციური პროდუქტები და არა საკვები დანამატები უფრო აი ამ განმარტებას მოითხოვს ეს პროდუქტები, იმიტომ რომ სხვადასხვა ორგანოების ფუნქცია ხო ცალ-ცალკე მედიცინა ძალიან განვითარებულია დღეს მსოფლიოში და ცალ-ცალკე ძალიან ბევრ რაღაცას ეხმარება ჩვენს ორგანიზმს და ზოგჯერ საბოლოო შედეგიც არის, მაგრამ უმეტესწილად საბოლოო შედეგს ვერ ვახცევთ, იმიტომ რომ როცა ადამიანს ერთი რაღაცა აწუხებს, იქ არ არსებობს, რომ სხვა ორგანოები არ იყოს ჩართული და ამიტომ ეს სისტემური მიდგომა, რაც Genesis აქვს, ეს არის დღეს კლასიკური მედიცინასთან ერთად ის იმ შედეგების მომტანი, რაზედაც შემდეგშიც გვექნება ჩვენ საუბარი და ნონამაც ისაუბრა ამაზე. ეს პროდუქტები ფაქტიურად მრავალი მიმართულებით მუშაობს თითოეული პროდუქტი. მე არ ვამბობ ზოგიერთი პროდუქტი არის მიზანმიმართულად რაღაცაზე მომუშავე, მაგრამ ამავდროულად ისეთი ფორმულები ახლავს ანტიოქსიდანტური, რომ ფაქტიურად მთლიანად ორგანიზმზე არის და თითოეული პროდუქტი, რომ სათითაოდ მივიღოთ, ისიც ძალიან კარგ შედეგს გვაძლევს. თუ რამოდენიმე ორ პროდუქტს ან სამ პროდუქტს მივიღებთ ერთდროულად, შევარჩევთ იმის მიხედვით, რა სირთულის პრობლემა აწუხებს ჩვენს ადამიანებს. ამიტომ პრინციპში ამ პროდუქტების რეკომენდაციის გაცემა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვინც მოიხმარა, ვინც თავის თავზე ნახა ის, რაც გესმით? ის რაც თვითოულმა ჩვენთაგანმა ნახა თავის თავზე, ხო? ამის გადაცემა ადამიანებს ნამდვილად არ უჭირთ და იმიტომაც არის, რომ დღეისათვის საქართველოში ძალიან ბევრი მომხმარებელია, მე ვიტყვი, რომ 10,000-ობით მომხმარებელი, იმიტომ 4 წლის განმავლობაში და ეს ყოველთვიურად მატულობს და მატულობს მომხმარებელთა რიცხვი. ამაზე მინდოდა საუბარი და პრინციპში ეს პროდუქტები არის მოწოდებული თვითონ კომპანიისაგან, როგორც ზოგადად გამაჯანსაღებელი პროდუქტი, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ორგანოებს ნორმალურ ფუნქციონირებაში. მაგრამ ფაქტიურად როცა მოიხმარენ ადამიანები, ხო, იქ ადამიანს არ აწუხებს ერთი რაღაცა, ხო, ან ერთი პრობლემა არ აწუხებს, მრავალი პრობლემა ერთმანეთთან არის კავშირში და აი ამ მრავალ პრობლემაზე ერთდროულად შედეგის მიღება შევძელით აი ამ 4 წლის განმავლობაში და მე მინდა ახლა ჩავრთო რამოდენიმე ადამიანი, თუ არიან ისინი მზად, ლიზი ხო, ლიზი და თამილა, მე ასე ვიცი. რომელი ხართ მზად, რომ ჩაგვერთოთ და ჩემთან ერთად განვიხილოთ თქვენს მიერ მიღწეული შედეგები ამ პროდუქტების მოხმარების. ლიზი ოთარაშვილი არის ჩართული? ეს რო ჩაირთოს.
ლიზი არ არის მზად, მაშინ თამილა. კი, არის ლიზი. დიახ. ვერ გხედავ ლიზი, მაგრამ ისაუბრე, აბა მე ვიცი, ჩემთანაც ქონია შენ კონტაქტი და ქონია საუბრები და მაინტერესებს მეც ისევე როგორც სხვას, ახლა ვინც გვისმენს, ხო? დავიწყოთ რა პროდუქტები რა პრობლემა გქონდათ, რა პროდუქტები მოიხმარეთ, რამდენი ხნის განმავლობაში, როგორ ღებულობდით ამ პროდუქტებს, ანუ რა დოზებით ღებულობდით ამ პროდუქტებს და საბოლოო შედეგი რა მიიღეთ, თუ არის უკვე საბოლოო შედეგი, რა თქმა უნდა. გისმენთ ლიზი? საღამოშვიდობისა, მოგესალმებით ყველას. მე მინდა გესაუბროთ ჩემ შედეგებზე, რა შედეგი მომიტანა მე მაინდმა. საერთოდ თითქმის ყველა პროდუქტის მიმღებელი ვარ, ასე ვთქვათ, პირველი მომხმარებელი ვარ და შეყვარებული ვარ სრულიად Genesis პროდუქტებზე. ნამდვილად. და აი ახლა ამჯერად მე გეტყვით მაინდმა როგორ დამეხმარა მე. რამდენიმე სიტყვით გეტყვით ახლა რომ რამდენიმე წლის წინ სრულიად მოულოდნელად ავიაკატასტროფით გარდაიცვალა ჩემი მეუღლე. ეს იყო ძალიან დიდი შოკი, სტრესი და მე ვიყავი მართლა ძალიან, აი დღევანდელი ჩემი მდგომარეობა ზუსტად გამოწვეული იყო ამ პრობლემით, რომ საშინელი სტრესის შედეგად მივიღე მთელი ბუკეტი, იმიტომ რომ საშინელი იმუნიტეტი დამეცა, ჰორმონალური დისბალანსი მოხდა და ძალიან ბევრი ცვლილება განიცადა ჩემს ორგანიზმში და მე სხვა რა გაწუხებდათ კონკრეტულად მაინც რო გვითხრათ? კონკრეტულად მქონდა საშინელი უძილობა, სულ ტიროდი, იცით? ყველაფერზე მეტირებოდა. ნუ რა თქმა უნდა, ისეთი მდგომარეობას მქონდა, რომ სულ ტიროდი. თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ ძალიან ისეთი მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი, სრულიად ჯამრთელი და ყველა ღირსების მქონე ადამიანი უცბად გაუმეცალა ხელიდან. თან ყველაზე რთული ის იყო, რომ იმ ავარიის შემდეგ 2 თვე ნახევარი ის ებრძოდა სიცოცხლეს და ზუსტად 2 თვე ნახევარი ჩვენ ვიბრძოდით მის გადარჩენისთვის. მაგრამ ვერ შევძლებთ, იმიტომ რომ მას დაზიანებული ჰქონდა თავი. აი ამიტომ ვუკავშირებ ახლა მე მაინდთან და მაშინ მე არ ვიცოდი სამწუხაროდ Genesis პროდუქტები არც მქონდა გაგონილი, თორემ იმ დროს და მართლა ძალიან დამეხმარებოდა მე მაინდი. აი ხა ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ მე, ნამდვილად დამეხმარებოდა. მარტო მაინდი არა, ლიზი, ალბათ ბევრი სხვა პროდუქტი. ის კონტაქტში რა თქმა უნდა, მე ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვიზახი, რომ ის ვერ შემოდიოდა კონტაქტში და კონტაქტს ვერ ამყარებდა. ის დაეხმარებოდა ამ გადალახვაში, ამ სირთულის გადალახვაში. რა თქმა უნდა, მარტო მაინდი არ ეყოფოდა. იქ სხვა პროდუქტების ჩაერთვებოდა, მაგრამ სამწუხაროდ მე არ ვიცოდი Genesis შესახებ. და საბედნიეროდ მე აი არ ვიცი ეს მადლობა ნონას, რომ ნონამ ძალიან დიდი დახმარება გამიწია ამ შემთხვევაში. ხო და აი დავიწყე Genesis პროდუქტების მიღება ბატონო და მე ვარ ამდენად ძალიან კმაყოფილი ვარ და თუნდაც ჩემს შემთხვევაში მე ჩემზე ვიტყვი ახლა. აი ეს მომენტი რაც მე მქონდა რომ სულ მეტირებოდა. ესე იგი რაც გინდა ეკითხათ ჩემთვის მე ვტიროდი, პასუხს ვერ ვცემდი ვერავის. აი ეს იყო საშინელება, იმიტომ რომ ლაპარაკის კი არ შემეძლო. სულ ტირილის ფონზე მიდიოდა ეს ყველაფერი. აი როდესაც დავიწყე მე უკვე მაინდის მიღება, რადიკალურად შეიცვალა უკვე ჩემი მდგომარეობა. ერთი ძვირფასი თვისება კი აქვს მაინც, რომ ის აფხიზლებს ადამიანს და არ აღაგზნებს. უბრალოდ აფხიზლებს, აი მე მართლა გამომაფხიზლა, აი ჩემი მდგომარეობიდან.
და ერთდროულად თან ფხიზელიც ვიყავი და თან მშვიდიც ვიყავი და მამშვიდა კიდევაც რაც გარკვეულწილად ხო თან მაინდმა დამეხმარა იმაში რომ აი ეს ცუდი განწყობა რაც მქონდა აშკარად კარგისკენ უფრო ვიხლებოდი შეისწავლა თანდათან კარგისკენ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის იმ ეტაპზე მე კიდევ აი ეს გულჩვილობა რაც მახასიათებდა აი ეს აშკარად ნელ-ნელა იხსნებოდა აი ეს ყველაფერს მე ვუკავშირებ მაინდის მიღებასთან მაინდთან ერთად რა საკვირველია მე ვიღებდი რეზერვს ვიღებდი მე ბაოლაივს და აქტიური მომხმარებელი ვარ ზოგადად საერთოდ მაგრამ თავის ტვინთან მიმართებაში არა მე ვაკავშირებ რა თქმა უნდა მაინდი იყო პირველი ჩემი ჩენელი მომრჩენელი ასე ვთქვათ და ძალიან კმაყოფილი ვარ მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის ის მიყვარს მე ამ პროდუქტში რომ ეხმარება ეს პროდუქტი ბედნიერების ჰორმონის სეროტონინის გამომუშავებას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იცით რაღაცა ადამიანს როდესაც ბედნიერების ჰორმონი გამოუმუშავდება ეს უკვე უდიდესი ბედნიერებაა და ძალიან ეხმარება ადამიანს ჩემს შემთხვევაში მე ძალიან დამეხმარა ეს და ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პროდუქტი გახდა მაინდი ალბათონო ლიზი თუ გაქვთ ანუ ცხოვრება შეგიცვალათ მაინდიმ ასე შეგვიძლია ვთქვათ ხო ნამდვილად ეს მე ალბათ თქვენ რეკომენდაციების გაცემა დაიწყეთ და იმ ადამიანებს ვისაც თქვენ მიაწოდეთ ინფორმაცია ხომ არ არის იმ იქ კიდევ რამე საყურადღებო ჩვენი მხრივ რომ აღნიშნოთ გესმით იცით წვეტილად მოდის თქვენი ხმა და ხო არა ყავთ აი თქვენი შედეგებიდან გამომდინარე ხო არა ყავთ კიდევ მომხმარებლები დიახ მომხმარებლები კიდევ სხვები ხო არა ყავთ მეთქი ან ოჯახში ან ახლობლობაში დიახ თუ შეგიძლიათ რამოდენიმე იცით რა ოჯახში მაგალითად მე ჩემ შვილს მივაღებინე ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს მას და ძალიან ისეთი დაძაბული სამსახურობრივი დატვირთა თუ აქვს და მე სხვათა შორის მივაღებინე მაინდი და ძალიან კარგი შედეგი მომცა და თვითონ მე ამბობ რაღაცა ხედავ სულ გახარებული მოვდივარ და ყველაფერი მიხარიაო და ეს სიძნელეო გადამალახინაო რაღაცნაირად და მართლა ზემოქმედებას გრძნობდი მას და თვითონაც ეს იგი პირველ რიგში ჩემს მაინდიზე შეყარებული ოჯახი ხართ ასე გამოდის კი ნამდვილად ყველა პროდუქტზე იცით ყველა პროდუქტზე ვარ შეყარებული მე ახლა რო დავიწყო თითოეულზე ყველაზე გეტყვით რა მოხდა ჩემს ორგანიზმში მისი მიღების შემდეგ ასე აღარ ძალიან მადლი დაწვრილებით არ მინდა ალბათონ რიზი ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის შემდეგი თუ ყავს კიდევ ხალხზე რომ არსებობთ მადლობთ თამილა ხო ნონა დიახ აბა თამილა გამოჩდით ლაც აქ არის თამრიკო კი დავრთოთ თამილა ორგანიზატორს თხოვ რომ თამილა შიუკაშვილი ნუ მისცეს დასტური თავად და ჩაირთვება თამილა მიკროფონი ჩართე გთხოვ აჰა არა აი ახლა ჩართული ხარ კი გამარჯობა თამილა გამარჯობას მაგრამ მე ვერ ხედავ ჩემ თავს არა უშავს თქვენი ხმა გვესმის და თქვენც გხედავთ ამიტომ მოდით რაც ალბათონ ლიზის უთხარი ასევე თქვენც მოგმართავთ რა მოგცათ ჯენესის პროდუქტებმა რა გაწუხებდათ რა დროში მიიღეთ რამდენი მიიღეთ და როგორ იღებდით აი ამაზე და რა შედეგი საბოლოოდ ჩემი მოგესალმებით ჩემ ყველას საღამოშიდობისას ცოტა ხმა მაღლა უკაცრავად მე მინდა დავიწყო ჯერ რეზერვით იმიტომ რომ რეზერვი არის ჩემი ფავორიტი პროდუქტი როდესაც შემომთავაზეს მე ამ კომპანიაში გაწევრიანება მე ცოტა შედეგზე ორიენტირებული ადამიანი ვარ ნუ რა თქმა უნდა კი მოვისმინე მაგრამ უთხარი გავსინჯავ და
მომწეს რეზერვი და ну ეხლა არაფერი ისეთი არ მაწუხებს ხო ძალიან ისე ყოფილიყავ და არ გამახსენდა რომ მე გასაყოლობით ალერგია მემართებოდა საშინელი ერთი წელი ვიყავი ხოლმე ну აი სიკვდილის სიცოცხლეს შორის რო იწყია ხო და დავიწყე რეზერვის მე მოგზაურობა სამოგზაუროდ მივიდიოდი ევროპაში და რო ჩამოვედი იქ დავამთავრე დალევა ასე ვთქვათ და რო ჩამოვედი ველოდები რომ დამეწყება ალერგია ეს არის მაისის ბოლო ივნისის ალერგია და ისეთი სიძლიერით მქონდა მე ალერგია რომ ხანდახან უკვე ძალიან ცუდად ვიყავი რინიტის სახით მქონდა ხოლმე გაჭრილი ცხვირში კონjunktივიტი თვალები მეჭებოდა და რამდენჯერმე უკვე კრუტიც პირას ვიყავი და დამდიოდი ხოლმე შესასხურებელი თუ გამირთულდა და სულ ალერგიის წამლები მე ჩამწაში ხო და აღმოვაჩინე რომ ჩამოვედი ხო არ დამეწყოდა ალბათ ერთი ჰაერი გამოვიცვალე და ნუ დამეწყება ველოდები რომ დამეწყება ნუ გავიდა ერთი კვირა ორი კვირა სამი კვირა და იმდენად გამოვცდი რატო არ მეწყება ალერგია ჩვეულები ამ დროს ძალიან ცუდად ვარ და რატო არ მეწყება და თან მომიმარჯვე ახლა ეს ალერგიის წამლები ხო და ნუ არ დამეწყვალე იმდენად გავოცდი რომ ეს როგორ ხო და მე ვიფიქრე რატო და მე სხვა არაფერი არ მიმიღია რეზერვის გარდა ხო ნუ ნამდვილად ამის დამსახურებაა ვიფიქრე რაღაც ძალიან მომეწონა მე გამოვიკვირე კიდე სხვა პროდუქტები გავწევრიანდი რაღაც არის დიდი ხანი ალბათ წელიწადი ცოტა მეტია რაც წევრი ვარ და გარდა რეზერვის ხო მე ძილის პრობლემა მქონდა ხოლმე ყოველთვის მე მაინდს და თან მე ცოტა ხმა ისმის ცოტა რაღაცა გასასწორებელია ის ახლა ისმის ხმა კი მაისმის ხო და მივიღე მაინდი და მაინდზე რა შევაწყე მე საერთოდ ძალიან სულ ჩართულია ჩემი ტვინი სულ სწავლობ ასეთი ტიპი ვარ ხან პიროვნულის დისლექსიებს უსმენ ხან ენებს სწავლობ ეხლა მე 4 ენას სწავლობ და აი შევამჩნიე რომ ენები იმდენად სწრაფად ავიცვისე რომ გამიკვირდა ეს ნუ ვიფიქრე ალბათ მეთქი რა ვიცი ჯერ ვერ მოვედი ასე და ძილი რომ მომიწეს რიგა უკვე და პატარა ბავშვით მეძინა და ვწებოდი და მეძინებოდა ნუ როგორც ნორმალური ადამიანი არა ნორმალურად მეძინა მაგრამ ხალხამის 4-5 საათამდე ვერ ვიცინებდი ნუ ძილი მომიწეს რიგა საოცრად და ათვისების უნარით შევამჩნიე რომ ძალიან მომემატა მე დავწყრავდი უფრო აი იმპულსური აღარ ვარ უცბად ვიცოდი ხოლმე რაღაცის გაფრაზება ან რაღაცის აგდება თავში რომ აი ეს როგორ იქნება სრულიად დავშვიდდი ძალიან კარგი ძილი მომეცა და ათვისების უნარით საკმაოდ მომიმატა და ძალიან მომეწონა კიდე შინიტი აი შინიტზე მინდა ხაზი გაუსვა რას შინიტი როცა დავიე ხო აი ფიქსი მქონდა რაღაც მაგალითად შეხიან კომპიუტერი თანაზარდები გამოიბერა რაღაც და სულ მასალებს ვიკეთებდი რომ არ მეყვახმეთი ხო ეს ისები რომ დაიბრუნებოდა და ერთხელ თუ გავიკეთო მასაჟი და და ესე მასთან არის პრობლემა ქალბატონ თამილა იქნება რაღაცა კიდე გავასწოროთ ახლა ისმის ახლა კი ისმის მაგრამ ცოტა დახშულივით არის უხარისხოთ ხო უხარისხოთ ისმის მაგრამ ცოტა გარკვეულად ილაპარაკე ხო ცოტა ხმამაღლა და გარკვევით ილაპარაკე მოკლედ შინიტი რომ დაბლი აღმოვაჩინე რომ აი ეს ძირითადი წარმატებები რაც მქონდა ესენი გაიწოვა ციტებზე აღარ მქონდა მე ხალე პაპილომები და ხალები ხო ცოტა ასაკში შედარებით იზრდება ხო აი ესენი დაპატარავდა და იმდენად ეხლა შიგნით არა გააკეთა უკვე ეს რაც დავინახე და იმდენად მომწონს აბსოლუტურად და ნუ კოსმეტიკა ეხლა როგორც კოსმეტოლოგი ძალიან მომწონს მე ნუ ეიჯლისზე არაფერი თქვა რომ მომენტალურად ასწორებს ნაოჭებს აი მაკიაჟის დროს არის შეუცვლელი და შესანიშნავი ხო ძალიან მომწონს მე ტონალურები დაფარვა რაღაც სასწაული
ძალიან სუბუქია, აი სტრუქტურა აქვს რაღაც აბრეშუმებით ძალიან კარგი და იმდენად საოცრად კარგად ნაწილდება, აი თხოვად ესმევა, სითქმის საწეთყობა და ამ დროს ფარავს ყველანაირ ლაქას, ყველანაირ ნაკლს და რაც სასწაულია მდგრადია. მდგრადია იმდენად, რომ სიტყლიდან რომ ამოდიხარ, ხო, ჩახვიდე აუზში იბანაო და ამოხვიდე აქციულდება და მე ფანი ვარ ამ პროდუქტების. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა იმისთვის, რომ კოსმეტიკაზეც ისაუბრეთ, იმიტომ რომ უმრავლესობას არ ახსენდება ხოლმე კოსმეტიკა. მინდა გითხრათ, რომ მე თვითონ ვარ მომხმარებელი კოსმეტიკური საშუალებებისაც და შინაგანი 2011 წლიდან აი BioLife-ის ერთი წლის განმავლობაში BioLife-მა მომიწესრიგა მე თვითონ ძალიან ბევრი რამე ჩემს ორგანიზმში და დღეს ვარ პენსიონერი ქალბატონი, ძალიან კარგ ჯანმრთელობის მდგომარეობაში, ისე რომ წნევამი არ მაწუხებს, სახსრები არ მაწუხებს, კუშნაწლავი არ მაწუხებს, მეხსიერება არ მღალატობს, მხედველობა არ მღალატობს და ბევრ ახალგაზრდას შევეჯიბრები კიდევ ბევრ რამეში. და კოსმეტიკური საშუალებებიც რა თქმა უნდა მოხმარებული მაქვს და ვხმარობ დღემდე. ზენის პროგრამას ვაკეთებ პერიოდულად და ვინარჩუნებ წონას. ესეც კარგია ხო? და ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩაერთეთ დღეს. ეხლა უკვე ბევრი დრო აღარ დარჩა და მოდი შედეგებზე კითხვები წავიკითხოთ და ანუ შედეგებზე კი არა, ანუ რა კითხვებიც გაქვთ, ცოტა გრძელი რაღაცა არის და თუ შევძელი ეხლა ამის წაკითხვა. ისა ქალბატონო თამარ, მე წაგიკითხავთ თუ გნებავთ? ხო, წამიკითხეთ რა ნონა. დიახ. ესე იგი, თმის ბუდობრივი ცვენა დაეწყო ჩემს მეგობარს და რა შემიძლია ვურჩიოთ? ეხლა მედიკამენტებით მკურნალობსო, გვეკითხება სტუმარი. თმის ბუდობრივი ცვენა მედიკამენტებით ძალიან იშვიათია, რომ შედეგი დადგეს მედიკამენტური მკურნალობის დროს, იმიტომ რომ აქ არის ზოგადი პრობლემები გამომწვევი, ანუ იმუნური სისტემა, იქ შეიძლება პარაზიტული რაღაცა იყოს, თმის ბოლქვების პრობლემა არის, ხო, ანუ ვერ იზრდება თმა იქიდან სხვადასხვა მიზეზების გამო და ამ შემთხვევაში ის რაც თქვენ ისაუბრეთ ნონა ხო რევილის შესახებ შრატის განსაკუთრებით, ну ეს შამპუნი აუცილებელია რომ შამპუნიც მოიხმაროს, მაგრამ ძირითად საქმეს აკეთებს შრატი ღეროვანი უჯრედების ზრდის ფაქტორის მეშვეობით, ანუ იქ ხდება თმის ბოლქვებამდე ჩასვლა კანის რამოდენიმე ფენაში და თმის ბოლქვის დაზიანების აღდგენა. მაგრამ მარტო ეს საკმარისი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ რო ფოტოებს ვხედავდით იქ ბუდობრივ ცვენაზე, ხო, არ არის მოცემული, რომ მარტო შრატის მოხმარების შედეგია ეს, მაგრამ ძირითადად მაინც ვინც ჩვენამდე მოდის, ყველას შინაგან პროდუქტებსაც უნიშნავს და ამიტომ განსაკუთრებით ამ შემთხვევაში შეიძლება კიდევ სხვა რაღაცებიც აწუხებდეს ამ ადამიანს და იმის მიხედვით შეურჩიოთ, მაგრამ თუ ისეთი არაფერი არ არის, ხო, მაშინ AMPM-ისთან ნაარას დახმარება დაგჭირდება, იმიტომ რომ შიგნიდანაც აი ამ თმის ბოლქვებზე ვიმუშაოთ თმის ბოლქვების გასაჯანსაღებლად და თუ ცოცხალი დარჩენილია ნამდვილად არის ბუდობრივი ცვენის დროს, არის უბრალოდ ზედაპირზე ვერ ამოდის თმა. და ამ შემთხვევაში აი ამ ორი პროდუქტის დახმარებით და შრატის დახმარებით გვექნება ძალიან კარგი შედეგი, აი ეს შემიძლია გითხრათ. შემდეგი შეკითხვა. ქალბატონ თამარ, აქ არ დაუწერიათ, მაგრამ მე პირადად მომწერეს ესეთი კითხვა. შარდის ბუშტის ანთება აქვს ჩემს მეუღლესო და აი რა შეიძლება ამ დროს ვურჩიოთ? ისიც მედიკამენტებით მკურნალობს პარალელურად. რამდენი წლის არიცით? ახალგაზრდა 25 წლის. მამაკაცი, ხო? დიახ. ხო. იცით რა არის მიზეზი, რა არის აი ამ ანთების და შესაძლებელია იყოს რეფლუქსი, როცა, მაგრამ რეფლუქსები ხშირია ხოლმე, ანუ ზევით ადის ხოლმე შარდი და
ინფექცია ადის ზევით და ზევით ფენებზე. ამ დროს პრინციპში ანთებით პროცესებზე მუშაობს ძალიან კარგად ბაოლაიფი, რეზერვი და ფინიტი. შეგვიძლია ურჩიოთ თუ 30 წლამდე არის. ბაოლაიფი, რეზერვი და ფინიტი შემიძლია ურჩიო. ესენი ანთების საწინააღმდეგოც არის და ამავე დროს დაზიანებული დნმ თუ არის ადმე, აი ამის აღდგენა მოხდება და ბევრი რაღაცა მოწესრიგდება, დაუშვათ თუ გამომწვევი მიზეზები არის სხვადასხვა ამ შემთხვევაში. შეგვიძლია ეს სამი პროდუქტი ურჩიოთ, რა თქმა უნდა, ერთად არა ყველა, მაგრამ აი რეზერვი და ფინიტი შეიძლება თავიდან დაიწყოს და მერე ჩავთოთ ბაოლაიფი. ძალიან დიდი მადლობა. აი აქ არის კიდევ შეკითხვა ქალბატონ თამარ. ტანში სულ სიცივეს გრძნობ და რომ შემცივდება თავის საშინელი ტკივილი მეწყებაო. აი რას ურჩევდით აი ამ პიროვნებას? თუ შეიძლება დაგვიწერეთ რამე გამოკვლევები თუ ჩაიტარეთ და ექიმთან თუ ვიყავით, იმიტომ რომ თავის ტკივილები ასე ადვილად ეს არ არის. ანუ თავის ტკივილებს შეიძლება გქონდეს ძალიან ბევრი მიზეზი და ამ შემთხვევაში დამიწერეთ უკვე. ხო, დაწერა ერთი ეს რომ სიცივის ფონზე მეწყება თავის ტკივილები, მაგრამ ეს სიცივე რის გამო ეწყება ტანში, ეს კიდე ცალკე თემა ალბათ. ანუ რაღაცა მიზეზი არსებობს და ამას გამოკვლევა ჭირდება. სიცივისგან შეიძლება სისწრაფების შევიწროება ხდებოდეს, მაგრამ თვითონ სიცივე რამ გამოიწვია, ანუ სიცივემ გამოიწვია სისწრაფების შევიწროება და აქედან სპაზმი და წამოვიდა თავის ტკივილი. მაგრამ თვითონ ამ სიცივეს ორგანიზმში, სხეულში რა იწვევს, ამას ჭირდება გამოკვლევა. ყოველ შემთხვევაში რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ჩვენი პროდუქტები არ არის სამკურნალო პროდუქტები, მაგრამ არის ძალიან ძლიერი დამხმარე პროდუქტები სხვადასხვა პრობლემების დროს და მნიშვნელობა არ აქვს, ну, სად არის ეს პრობლემა, თუ არის ეს ანთებითი პროცესი სადმე, თუ არის ეს დაზიანებული რაღაცა რომელიმე უჯრედები, ხო, აი მის აღდგენითი პროცესები შეიძლება მოხდეს და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც, იგივე შემიძლია ურჩიო რეზერვით და ბაოლაიფით და დეტოქსიც შეიძლება ამ დროს ურჩიოთ ორგანიზმი გაიწმინდოს, შეიძლება რაღაცა იყოს მის ორგანიზმში კიდევ შხამები, ტოქსინები და ესეც იწვევდეს ამას და შეგვიძლია გირჩიოთ ზენპრაიმით ერთთვიანი კურსის ჩატარება ან რეზერვთან, ან ბაოლაიფთან ერთად. თავიდან ჯობია რეზერვი მიიღოთ და მერე უკვე ბაოლაიფი ჩავანაცვლოთ რეზერვი. შეიძლება AMPM-იც, იმიტომ რომ თუ კანის პრობლემა არ არის, AMPM-ი კანზეც მუშაობს და შინაგან ორგანოებზეც. შეიძლება ნარაც ჩავთოთ, რაკისის წარღვების პრობლემა არის. აი ეს შემიძლია გირჩიოთ. მადლობთ ქალბატონ თამარ. აი ღამის ენურეზი აქვს 11 წლის ბავშვს. აი ამ შემთხვევაში რას ურჩევდით? აი ამ ბავშვის მშობელს ალბათ. ღამის ენურეზს ძირითადად მკურნალობენ ნევროპათოლოგები, იმიტომ რომ ეს დაკავშირებულია მაინც ზურგის ტვინთან, აი ბოლო ნაწილთან, უმრავლეს შემთხვევაში. მის განვითარებასთან, ანუ არ არის განვითარებული და აი ეს იწვევს ღამის ენურეზს და ამ შემთხვევაში არის მედიკამენტები, ნევროპათოლოგებმა იციან, ალბათ დამკურნალებით შეიძლება იყოს, მაგრამ თუ არ ქონდა შედეგი აი ამ მედიკამენტებზე, მაშინ სხვა გამოსავალი არ არის და ამიტომ შეგვიძლია ჩვენი პროდუქტებიდან გირჩიოთ 11 წლის ბავშვზე თავისუფლად შეგვიძლია მივცეთ რეზერვი, მივცეთ ბაოლაიფი, უფრო რეზერვი თავიდან და მერე რეზერვი და რევიტაბლუ და მერე უკვე ბაოლაიფი და რევიტაბლუ, იმიტომ რომ აქ არის ღეროვან უჯრედებსაც შეუძლია ძალიან დიდი დახმარება გაუწიოს ამ შემთხვევაში. რეზერვმა დნმ-ის აღდგენაზე იმუშაოს და ის განუვითარებლობა რაც არის ხო ზურგის ბოლო მალაში ხდება ეს ხერხემლის შეიძლება განვითარდეს და ენურეზით შეწყდეს. აი ეს შემიძლია გითხრათ. ანუ რეზერვი რევიტაბლუ, მერე ბაოლაიფი და რევიტაბლუ. აი ესე შემიძლია გირჩიოთ. დიდი მადლობა. ქალბატონო თამარა. არის კიდევ ასე.
გვიძლის შესახებ, გვიძლის აღსადგენად, აი ჰეპატიტის მქონე ადამიანი და საერთოდ გვეზის პრობლემები რო აქვს, რომელ პროდუქტებს შესთავაზებდით ჯენესიდან ასეთ ადამიანს, რომელსაც გვეზის პრობლემები აქვს? დიდი ალბათობით C ჰეპატიტი ვისაც აქვს, მე მგონი რომ უკვე ეს პროგრამაში ყოფილა ალბათ და ეს ქიმიოთერაპია რაც არის C ჰეპატიტის პროგრამაში ალბათ ჩატარებული ექნება და ამ დროს ხდება ტოქსიური ნივთიერებები, ეს თვითონ C ვირუსს კლავს ჰეპატიტის ვირუსს, მაგრამ ამავე დროს აზიანებს ისედაც დაზიანებულ ღვიძლს და იქ გროვდება ტოქსინები, შხამები და არა მარტო იქ, არამედ მთელ ორგანიზმში, რა თქმა უნდა და ხშირად არის მერე მიდრეკილება ღვიძლის სიმსივნის განვითარებისკენ. ამიტომ მე ყველა ასეთ ადამიანს, არა მარტო ეხლა თქვენ რასაც მეკითხებით, არამედ C ჰეპატიტის პროგრამაში მყოფ ადამიანებს, ვისაც უკვე ჩატარებული აქვს, ან უნდა ჩაიტაროს და თუნდაც არ გქონდეთ ჩატარებული და არც აპირებდეთ და არის ეს C ჰეპატიტისგან დაზიანებული ღვიძლი, ამ შემთხვევაში გირჩევდით Zen Prime-ის მიღებას 2-3 თვიანი კურსი მაინც ჭირდება, რეზერვი და BioLife-ი. ანუ ეს ყველაფერი არის დეტოქსზე მიმართული, Zen Prime-იც, BioLife-იც და რეზერვიც და მეორე ეტაპზე რევიტაბლუს ჩართვას და შეგვიძლია რევიტაბლუს ჩართოთ, EMPM-ი ჩართოთ და ნებისმიერი სხვა პროდუქტით შეიძლება ჩართოთ. იმის მიხედვით თუ რა ჭირდება ამ ადამიანს კიდევ. აი ეს შემიძლია გირჩიოთ და საერთოდ რომ იცოდეთ C ჰეპატიტიან ადამიანებს ყოველთვის შეგიძლიათ ძალიან დიდი დახმარება გაუწიოთ და მომავალში რომ ის ავთვისებიანისკენ 50-60% მიდის ავთვისებიანისკენ ძალიან ბევრი ჩემი ახლობელი ყოფილა და განვითარებულა ეს მართალია ისეთი ნელი განვითარებით მიდის ეს ყველაფერი, მაგრამ საბოლოოდ მაინც რატომ უნდა იყოს ადამიანი ბომბზე რატომ უნდა იჯდეს, ხო? ამიტომ ეს არის სიმსივნის საწინააღმდეგო ჩვენი პროდუქტები, არის ანთების საწინააღმდეგო, არის დეტოქსის ფუნქციის მატარებელი და აი ამ კუთხით შეგვიძლია ძალიან დიდი დახმარება გაგიწიოთ ყველას. დაკმაყოფილდით? მადლობთ ქალბატონო თამარ. კიდევ ერთი შეკითხვა გვაქვს, გთხოვთ მიპასუხოთ ჩემს შვილს 30 წლის გოგონას, რომელიც არის ერთი შვილის დედა, ძალიან ხშირად უვარდება წნევა. სისხლი გამოკლეულია და არანაირი ცვლილება არ არის. გარდა პროტრომბინისა, რომელიც არის უმნიშვნელოდ დაბალი, რომელ პროდუქტს მისჩევთ? ეს იქნება ალბათ ახალგაზრდა ქალი. კი, 30 წლის უკვე 6 შვილი ყავს. ერთი ქალბატონო თამარ, დიახ. ერთი შვილის დედა. ამ შემთხვევაში პრინციპში შეიძლება ორსულობამ გამოიწვია და დატოვა ეს რასაც თქვენ ამბობთ, ხო, მშობიარობამ, ორსულობამ და მშობიარობამ. სტრესია მაინც ორგანიზმისთვის, ნებისმიერი ქალის ორგანიზმისთვის ორსულობა და მშობიარობა და ძალიან დიდი მოფრთხილება ჭირდება, ამიტომ მშობიარობის მერე ქალბატონებს და ამ შემთხვევაში შემიძლია ადამიანებს ურჩიო არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ ნებისმიერ ადამიანს, რომელმაც იმშობიარა რეზერვი EMPM-ი, მოგვიანებით BioLife-ი და თუ რამე ისეთი პრობლემა არის კიდევ რაღაცა სხვა პრობლემებიც, ამ შემთხვევაში შეიძლება რევიტაბლუს ჩართვაც. ანუ რეზერვი, EMPM-ი, BioLife-ი და რევიტაბლუ. აი ეს პროდუქტები, ოღონდ ყველა ერთად არა, რა თქმა უნდა, ორი პროდუქტი შეგვიძლია ერთდროულად მიიღოთ, ისიც ოღონდ ჯერ ერთს დაიწყებ და რამოდენიმე ხნის მერე დავამატებთ მეორეს და რაღაცა 2 თვიანი ან 3 თვიანი კურსის მერე შევცვლით სხვა რამით. აქ ყოველთვის არ არის მინდა გითხრათ, რომ აი ერთთვიანი და ორი თვე რო უკეთესად გრძნობენ თავს გაუმჯობესებულია მდგომარეობა და მერე მიატოვებენ, ხო? ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ანუ ბოლომდე რამოდენიმე თვე უნდა მიიღოთ და ყველაფერი უნდა მიიღოთ, აი ეს რაც ჩამონათვალი გვაქვს 4-დან 6 თვის განმავლობაში. აღდგენითი პროცესები მოხდება, შემდგომში კიდევ უნდა იმშობიაროს და უფრო ძლიერი და
იმუნური სისტემა კარგი სისტემით შეხვდება შემდეგ ორსულობებს და ყველაფერს კარგს უსურვებ ამ კალბატონს. მადლობთ. აი კიდევ ერთი კითხვა არის ქალბატონო თამარ. გული მიტრალური სარფლის პროლაფსი მესამე ხარისხი აქვს 22 წლის ბიჭს და რომელი პროდუქტი შეიძლება ვურჩიოთო? მიტრალური სარფლის პროლაფსი ეს არის მესამე ხარისხი, საკმაოდ რთულია. თუ აქამდე ოპერაცია არ გაუკეთა, ესე იგი არ იყო ოპერაციისთვის არ ვიცი როგორ ხდება. აკეთებენ ამის ოპერაციას, მაგრამ ჩვენი პროდუქტებიდან დახმარება როგორ სისხლის მიმოქცევა უფრო გაუმჯობესებული იყოს და რაც არის სისხლი ტრიალებს და იქ ხდება ჟანგბადის ნაკლები ნახშირო ჟანგიერება და ჟანგბადი ერთმანეთში და ეს არის პრობლემა ქოშინი ციანოზია ეს შეიძლება იყოს გამოხატული ახლა არ ვიცი როგორი გამოხატულია ამ შემთხვევაში მაგრამ ამ შემთხვევაში შემიძლია გირჩიოთ მხოლოდ პროფილაქტიკური დოზები თითო რეზერვი თითო 2 ჩაისყოვზი ბაოლაიფი შეგვიძლია ანუ ჯერ რეზერვი მერე ბაოლაიფი 2 ჩაისყოვზი და აი ამ რეზერვის და ბაოლაიფის ეს ეტაპებად დანიშნის პარალელურად შეგვიძლია გირჩიოთ PM-ი, AMPM-ი, შეიძლება AM-იც ოღონდ თითო, სადაც ორს ვაძლევთ, იქ თითო მივცეთ და მოგვიანებით მერე კარგი რევიტაბლუს კურსის ჩატარება. მე მქონია შემთხვევები, ნუ ეს უკვე ბავშვებში იყო და სხვადასხვა ბანკი იყო და შეხორცება მოხდა და აი ამ შემთხვევაში პროლაფსის დროს შესაძლებელია რაღაცა მაინც აი რაღაცნაირად დავეხმაროთ ამ პროცესებს. მაგრამ ძირითადად მაინც უფრო კარდიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ აი სრულიად უსაფრთხოა აი ეს პროდუქტები აი ამ დოზებით მივცეთ. და შემდეგში თუ გნებავთ მე კონსულტაციასაც გაგიწევთ და უფრო ჩაგეკითხებით რაღაცეებს უფრო ღრმად რომ ნახოთ რა პრობლემებია. არის კიდე შეკითხვები? დიახ, ერთი შეკითხვა ქალბატონ თამარ და ალბათ დღეს ამით დავამთავრებთ. ახლობელი არის 42 წლის, აქვს მკერდის სიმსივნე, გაიკეთა 16 ქიმია. ამის მერე მკერდზე ჭრილობა დაუჩირქდა, ხელახლა გაუჭრეს და ეხლა რთულად ხორცდებაო. აი ამ შემთხვევაში რა პროდუქტს ურჩევდით? რეზერვი და მდგომარეობა. დიახ, აქ უნდა მოხდეს ცოტა იმუნური სისტემის მოძლიერება, იმიტომ რომ აი ამდენი ქიმიის მერე იმუნური სისტემა ფაქტიურად ნოლზე იქნება, რა კი ასეთი დაჩირქება წავიდა და ამიტომ რეზერვის და რევიტაბლუს მიღება 3 თვის განმავლობაში ჯერ მიღება და მერე ერთ კვირაში, ორ კვირაში შეიძლება ორჯერ გადავიდეს მიღებაზე, მინიმუმ 3 თვე მაინც უნდა მიიღოს, რომ გაძლიერდეს რა ორგანიზმი და შესაძლებელია მერე უკვე სხვა პროდუქტებით ჩავთოთ, AMPM-ით შეიძლება მთლიანად საკვებს მივაწვდით ფაქტიურად მთელ ორგანიზმს და თუ რამე დეფიციტია, აქედან შეივსება. შეიძლება უკვე ნერვების მდგომარეობაც ნერვული სისტემაც არ იყოს წყალში და მაინდით შეიძლება მივაშველოთ ამ შემთხვევაში და მეტი რა ვიცი, მეტი არაფერი, აი ესენი. ქალბატონ თამარ, ბაოლაიფი ამ შემთხვევაში ბაოლაიფი, ნუ ეხლა ცოტა დეფიციტია და ამიტომ არ ვამბობ ხოლმე, თორე ბაოლაიფი სულ შეგვიძლია, ნუ რამოდენიმე თვე მიიღოს და კუჭნაწლავის მდგომარეობაც არ ექნება კარგი და ამ კუთხითაც იმუშაოს ბაოლაიფმა და დეტოქსზეც იმუშაოს გამოტანაზე აი ამ ქიმიური ნივთიერებების რაც შესულია უკვე მის ორგანიზმში. ამას რეზერვიც გააკეთებს, მაგრამ ბაოლაიფითაც თუ მივეხმარებით ძალიან კარგი იქნება. ბაოლაიფი 4 თვეა დეფიციტში გვაქვს და იმედი გვაქვს რომ ძალიან მალე უკვე დაიდება. მოგვიანებით ჩავთოთ, ხო, მოგვიანებით ალბათ სექტემბრის უკვე გვექნება და მოგვიანებით ჩავთოთ. დიახ. აი ერთი კითხვა კიდევ, ერთი კითხვა.
დიახ, ისა ხამაურია მეგობრებო, სადღაც ჩართული აქვს მიკროფონი ვიღაცას. აი ერთი შეკითხვაა კიდევ უშვილო წყვილს რამდენად აქვს შვილოსნობის შანსიო? აი რას გვეტყვით? შანსი არის იმ შემთხვევაში თუ ამ შემთხვევაში მამაკაცი და ქალი პრინციპში თანაბრად არიან ხოლმე დამნაშავეები და ორი და ბრწყალებში დამნაშავეები და ამიტომ ორივემ ერთად უნდა ჩაიტაროს ჩვენი პროდუქტებით მკურნალობას ვერ ვიტყვი, ანუ აი დაეხმარება ძალიან ჩვენი პროდუქტები, ამის გამოცდილება გვაქვს, შედეგები არის, განსაკუთრებით თუ არის აზოსპერმია, ჰიპოსპერმია, ხო, აი ესეთი დიაგნოზები თუ არის მამაკაცთან დაკავშირებით, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, ოღონდ ცოტა იმის მიხედვით თუ რა წონა აქვს 30 წლის კი არის, მაგრამ წონასაც აქვს მნიშვნელობა, აი რა დოზებით როგორ შეიძლება დამიკავშირდნენ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ჩემი ნომერი თითქმის ყველასთვის ცნობილია და დამიკავშირდით. ძალიან დიდი მადლობა ბატონო თამარ, მე მგონი მეტი აღარ არის ამომწურეთ შეკითხვები, დაიცადეთ მეტი აღარ არის. რაღაცა ერთი შეკითხვა იყო, რომელსაც პასუხი ვერ გავეცით. არა, იყო ეს ზემოთ ქონდა დაწერილი და შემდეგ გავიმეორა. აი ეს გულის არქველის მდგომარეობა. კარგით, მაშინ დავამთავროთ. მე კიდევ ერთხელ გახსენებთ აი ამ ჩვენს პროდუქტებზე ერთი რაღაცა დაიმახსოვრეთ, რომ ეს პროდუქტები არ არის სამკურნალო მიზნით გამოშვებული, ეს პროდუქტები არის ორგანიზმები ადამიანებისთვის, რომლებიც გრძნობენ თავს ჯანმრთელად, პირველ რიგში მათთვის არის, რომ ის პროცესები, რაც ფარულად მიდის და მერე შემდეგ დაავადებების სახით გამოვლინდება, ისე უეცრად დაგვატყდება თავს სიმსივნე, ინსულტი, წნევები, რაღაცა, რო არ ველოდებით ისე, ხო, მაგრამ ეს არ არის უცებ წარმოქმნილი, ამას 10 წელი უძღვის წინ და ამიტომ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჯანმრთელად გრძნობს თავს, ხო, ზუსტად მან უნდა დაიწყოს და მით უმეტეს როცა გვაქვს პრობლემები, რა თქმა უნდა, დასაწყებია ეს ჩვენი პროდუქტები, ოღონდ არა როგორც აი ექიმი რო ნიშნავს, რომ ამდენი 1 თვის კურსით, ან 20 დღის კურსით, ან 3 თვის კურსით, ხო? რამდენიც დაჭირდება, რა დროც დაჭირდება, ამისთვის უნდა იყოს მზად, რომ მიიღონ ჩვენი პროდუქტები და ამისთვის ბევრ შესაძლებლობას იძლევა ნონა ჩვენი კომპანია, მინდოდა მე თქვა, რომ ბევრი შესაძლებლობებია, ბევრი შეთავაზებებია და ამაზე შეგიძლიათ მერე თქვენს მომწვევებს მიმართოთ და კიდევ ის მინდა გითხრათ, რომ თქვენი თავი, აი ხო მისმენთ და სტუმრები ვინც ხართ და სხვებისთვის წუხართ ძირითადად, ხო, აი როგორც კითხვებიდან ირკვევა, ახლობელი ეს ის თქვენს თავზე იფიქრეთ პირველ რიგში. განსაკუთრებით დედებს მიმართავ, მათ ვინც ძალიან წუხან თავიანთ შვილებზე, შვილიშვილებზე და ოღონდ ისინი მყავდნენ კარგად და ჩემი თავი ჯანდაბას, ხო, ეს სიტყვები ძალიან ხშირია ხოლმე და მომისმენია ძალიან ბევრისგან და არ არის ასე, არ უნდა გაუშვათ ჩვენი თავი ჯანდაბას. პირველ რიგში ჩვენ თავს უნდა მივხედოთ, რომ ჩვენი შვილები ყავდეს კარგად, იმიტომ რომ არც ერთ დედას მე მგონი, რომ არ დაუშვებთ იმას, რომ თქვენ შვილებს თქვენი თავი მოსავლელად მისცეთ. ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანია, ზოგი ლოგინად ჩავარდნილი, ზოგი რაღაცით და იტანჯებიან შვილებიც და შვილიშვილებიც მათი მოვლით. აი ნუ გააკეთებთ ამას, რომ აი ასეთი ტანჯვისთვის გაიმეტოთ თქვენი შვილები და დროზე და ამის საშუალებას იძლევა ჩვენი კომპანიის პროდუქტები. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას, ფინანსურს განსაკუთრებით, რომ შეიძინოთ ჩვენი პროდუქტები და კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის, მადლობა მოსმენისთვის. მადლობა. მამაკაცებსაც ეხება სხვათა შორის, მაგი მარტო ქალებს არა. რაკი თქვენი ხმა გავიგონე. დაიხარეთ წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო თამარ, ყოველი თქვენი შეხვედრა არის ჩვენთვის ძალიან დიდი საჩუქარი თითოეული ჩვენთაგანისთვის და მე ერთი ფრაზით დავამთავრებდი.
თქვენ ბოლო ძალიან საინტერესო აზრები გააჟღერეთ, მართლაც ეს ყველასთვის არის საჭირო და მანამდე სანამ ურემი გადაბრუნდება, ხო? იმიტომ რომ ბავშვები განსაკუთრებით, ბავშვები ბავშვები არავინ არ იცის ჩვენს უჯრედებში რა ხდება, როცა გამოვლინდება ეს უკვე სიმპტომია, ხო? აი ებრაელებს აქვთ ესეთი დალოცვა, მამა ეუბნება თავის შვილს, ამ შემთხვევაში მამაკაცია, ლაპარაკი, ჩემს მუხლებში დაბერებულიყავიო. ანუ საკუთარი თავიც მიათვალა. ღმერთმა ყველა კარგად გვამყოფოს. კი აიდალოს ვარ ნამდვილად. ღმერთმა ყველა კარგად გვამყოფოს და ეხლა გთხოვთ სტუმრები, ვინც ძანდებით კიდევ ერთხელ დაეკითხეთ თქვენს მოწვევებს. და ჩვენ ვინც საუბრობთ, ჩვენ უკვე წლები ამ პროდუქტებით ცხოვრობთ, ჩვენი ოჯახის კულტურა, ფუნქციური პროდუქტებით ცხოვრება და ეს არის ჩვენი სიმშვიდე პირველ რიგში და აი ამიტომ მე ყველას გისურვებთ, რომ გაჯანსაღებულიყავით, კიდევ უფრო მეტად გალამაზებულიყავით და ხანგრძლივი ლამაზი სიცოცხლით გეცხოვროთ. დროებით და შემდეგ შეხვედრამდე. კარგად. ნახვამდის.